შესაძლებელია და შესაძლოა ეს რომ მნიშვნელოვანი საკითხი იყოს ჩვენთვის, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია მათივე ამომრჩევლისთვის, ვისაც ამდენი ხანი პროპაგანდით ტვინს, ესე ვთქვათ, უჭყლიტავენ და ეუბნებიან, რომ იცით, ჩვენ ვართ ტრადიციული ქართულ ღირებულებებზე მორგებული ხალხი და ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ რომელ ქართველ ვაჟკაცად ცვია ოჯახში სტუმრობისას მოკლე შორტიკი, იმდენად უკიდეგანოდ მოკლე, რომ არ შეიძლება ადამიანები განსაჯო, მაგრამ რა ვიცი, არაფერს რომ აღარ გავს საერთოდ. ჯერ ჩაცმულობის ფორმითსა მან გამოხატა მისი უპატივცემულობა მისი ამომრჩევლისადმი, როგორც ის თვლის. გარდა ამისა, მისი, ესე ვთქვათ, ვოიაჟი, არ ვიცი რა სემსახურება. თუ მაქვს უფლება არ დაგეთანხმები, მარია. კი ბატონო, მაგრამ ცოტა მეუცნაურა ეხა ეს მაგრამ თქვენი პოზიცია. არა, ეს ჩემი პოზიცია, იმიტომ რომ ამაზე აპელირებენ და ამით, ძირითადად ასე მიმართავს ხოლმე მათი ამომრჩეველი LGBT თემის წარმომადგენელს, რომ იმ ჩაცმულობის გამოაბურებენ. კი ბატონო, მაგნეტილში გეთანხმებით, მაგრამ არ გონია, არ ვიცი, თუნდაც არ ვიცი. სწორედ ეს შორტის სიგრძე განსაზღვრავს არა, შეიძლება ეს არ იყოს, მაგრამ ხომ ამას უდებენ მათ, რომ ეს ადამიანები თქვენ პატივს არქცევენ აი აბა და ამ ჩაცმულობის გამო და ეს ადამიანები საშიშები არიან, ანუ აქედან გამომდინარე და მათ ამორჩევას მაშინ კითხვა მინდა დაუსვა, თუ ამან განსაზღვრა ჩვენი ავობა და კარგობა, მაშინ რატო არ განსაზღვრავს მათი მერის ავობას და კარგობას? ამას დავანებოთ თავი. ქვეყანაში სადაც სოციალურად დაუცველების აი უდიდესი რაოდენობა არის და პროცენტულად გაზრდილი არის რიცხვი. ქვეყანაში სადაც ბავშვებს შეიათ. ქვეყანაში სადაც ბავშვები, მცირეწლოვანი ადამიანები, მცირეწლოვანი ბავშვები, არასრულწლოვანი ბავშვები ჯართებზე დადიან, ჯართებს აგროვებენ, რომ ოჯახში, არ ვიცი, პური შეიტანონ, საჭმელი შეიტანონ, სადაც ონკოპაციენტები ყავს, სადაც ჯანდაცვის პრობლემებია, სადაც ეკონომიკური კოლაფსია, მერი მილიონიან რაღაც ავტომობილში გადაწყვიტა, მილიონიან ავტომობილში მოგზაურა, ესე ვთქვათ, რაიონში, ხო? ჯერ დავიწყოთ იქიდან, რომ ეს ადამიანი პატივს არ ცემს არც ერთ მის მოქალაქეს ქვეყანაში მცხოვრებს. ადამიანები შიმშილით რო ყვდებიან, შენ უფლება არ აქვს მორალურად თუ სახელმწიფო წარმომადგენლად ვთვლი, რომ ადამიანებს აჩვენო რამდენად მდიდარი ხარ, გავიგეთ კი, რომ ხალხის გარდა იმისა, რომ ხალხისგან იპარავ ფულს და გარდა იმისა, რომ იმ პრინციპებს არ ყვევ, რომ პოლიტიკოს არ უნდა ქონდეს საკუთარი ბიზნესები, ესეც გაკ და ამ ბიზნესებიდანაც ფულებს, ესე ვთქვათ, რაღაცნაირად აგროვებ და აბანდებ შენს პირადი ინტერესებისთვის და არა, ნუ, ქვეყნის ინტერესებისთვის, ეს გავიგე ეს ყველაფერი. მაგრამ მინიმუმ, არ ვიცი, ქვეყანაში და თბილისში, სადაც მისი მერობის პერიოდში ბევრი არასრულწლოვანი დაიღუპა ზუსტად ამ ვაკის პარკში, თხრილში, რიყეზე, თუნდაც დენის გაუმართავი ინფრასტრუქტურის სადგურის მოედანზე. სადგურის მოედანზე, მათ შორის როდესაც შენობა ჩამოინგრა. მაშინ, როდესაც ამხელა და ასეთი დიდი პასუხისმგებლობა გეკისრა, რომ მინიმუმ ეს არ მომხდარიყო და ეს ნახეთ, ამის პრევენცია ცალსახად შესაძლებელი იყო. და ამის დადგომა, არ დადგომაზე აქ უკვე აღარ არის ამბავი, რომ მისი პირადი პასუხისმგებლობა იყო ეს ყველაფერი, არამც თუ ბოდიში არ მოიხადა, არც კი დატოვა თან რა თანამდებობის დატოვებაზეა საერთოდ საუბარი. და სწორედ ეს არის მისი სახე, რომ არანაირ პასუხისმგებლობებს ის არ გრძნობს, არის ადამიანი, რომელსაც მხოლოდ პირადი ინტერესები ამოძრავებს, პირადი კეთილდღეობა და არც ერთი ქვეყნის მოსახლეზე, მათ შორის მისი ამომრჩეველი ძალიან ბევრი. დღეს ქვემო კაზრეთში ვიყავით, არჩილ ალიანსის მხარდასაჭერი მარში გავმართეთ, სადაც ადამიანები ჯურღმულში ცხოვრობდნენ, ავარიულ შენობებში ცხოვრობდნენ, ბზარები ჰქონდა ამ შენობებს და აი სწორედ იქ იყვნენ მისი მხარდამჭერები. და სხვათა შორის არც თუ ისე კარგი რეაქცია ჰქონდათ ჩვენი იქ ჩასვლისას პამიდორებსაც კი გვესწროდნენ კორპუსებიდან. და ამ პამიდორებს მე მივმართი ამ ხალხს, რომ ამ პამიდორის სროლას შვილიშვილებისთვის შეენახა, იმიტომ რომ დარწმუნებული ვიყავი პენსიიდან პენსიამდე თავის გატანა ყველას უჭირს აბსოლუტურად და ის 450 ლარი, რაც ახლა იდეაში აქვთ ეს პენსია სამყოფი არ არის მათთვის და არც ოჯახების. და მათ აგრესიას რა იწვევდა თქვენ? ნუ რა თქმა უნდა, ჩვენი შეძახილები თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, დამხობა ივანიშვილის რეჟიმს და რაღაცნაირად, ანუ ეს იყო რაღაცა სენსიტიური თემა, რაც ალბათ არ უნდა შევხებოდით, მაგრამ აუცილებლად შევეხეთ და მომავალში კიდე იქნება ესე. და სწორედ ეს არის მათი ამომრჩევლის სახეც, რომ ადამიანებს პროპაგანდით უკვე ისეთი დაამართებს, რომ ფენომენი გახდა ეს კოდს, გახდა ფენომენი. ეს არ ვიცი, სპეციალისტების მიერ უნდა იქნეს შესწავლილი ეს ადამიანები, რომლებიც სიდუხჭირეში ცხოვრობენ.
დანგრეულ შენობებში არიან, ამორტიზებულ შენობებში არიან და მათი სიცოცხლე და ჯანმრთელობის ამბავი უკვე რაღაცა კიდეზეა და ისინი კიდე ამათ მიმართავენ ასე მგონია რომ რაღაცა დაავადება გაავრცელეს ამ ხალხში, რაც ძალიან უკიდურეს ფორმებში აქვს ყველას. ეშინიათ ზოგი შიშით გვართმევდა ამ გაზეთებს, რომელიც პოლიტპატიმრების გაზეთი, რომელიც უკვე დიდი ხანია იბეჭდება, გამოიცემა და სხვადასხვა რეგიონებში ვრცელდება. და ერთ-ერთი რამდენიმე შემთხვევა გქონდა, რომ თვითონ სადარბაზოდან ჩუმა დაგვიძახა რამდენიმე ადამიანმა და გთხოვა ეს გაზეთები რომ მათთვის მიგვეცა ისე რომ არ გამოჩენილიყვნენ. საკუთარ მეზობლებსაც კი ემალებოდნენ, ისეთი მდგომარეობა იყო და ნაცვლად იმისა რომ ამ ხალხმა რეალობა დაინახოს რა ხდება დღეს ქვეყანაში. ჩვენ ნაცვლად იმისა რომ გვერდში დაგვიდგნენ, ნაცვლად იმისა რომ თუ ვერაფერს აკეთებენ, აი მსგავსი ქმედებებით მაინც არ გააფუჭონ საქმე, იმიტომ რომ ეს არის ამორალობა, როდესაც შენ დაანგრეულ შენობიდან მესვრი პამიდორს, იმიტომ რომ მე ქვეყნის თავისუფლებისთვის და პირადად შენი თავისუფლებისთვის, პირადად შენი კეთილდღეობისთვის ვიბრძვი. ეს იყო ძალიან დიდი მარაზმი, რაც იქ მოხდა, მაგრამ ამ ადამიანებს ჩვენ რა თქმა უნდა პატიობთ, იმიტომ რომ ეს ადამიანები არიან პროპაგანდით გაჟღენთილები. დრომოვა აუცილებლად ეს პროპაგანდა, ამ პროპაგანდისგან გავწმენთ ყველა რაიონს და ყველა რეგიონს და სწორედ აი ამიტომ მქონდა საუბარი, რომ გარდა ნაცვლად თვითმმართველობის არჩევნებისა და იქ შესვლისა და იქ ფინანსური ხარჯების გაწევისა, რეგიონებში სიარული იყო ყველა, მათ შორის პლატფორმა რუიანისგანაც საჭირო, მათ შორის ხაზარაძე გახარიასგანაც საჭირო და მათ შორის ყველა რეგიონებისგან მოძრაობა რეგიონებში გავლენ, მაგრამ უშუალოდ არჩევნებზე აკეთებენ აპელირებას თვითმმართველობის არჩევნებზე, რომელიც არის ჩემი პირადი მოსაზრებით სრული ფარსი. დღეს ქუჩაში წყდება ქვეყნის ბედი, დღეს ქუჩაში უნდა გადაწყდეს ქვეყნის ბედი, ამიტომ რეგიონებში მიმართავ ყველას, რომ გასაძლიერებელია სწორედ ეს ადამიანები, ამ ადამიანებს სჭირდება ძლიერი პიროვნება, რომელიც დაარწმუნებს იმაში, რომ იქნება მათი დამცველი ყოველ წამს და ყოველ მომენტში და არა მხოლოდ იმ მომენტში, როდესაც ჩვენ ივანიშვილის მთავრობის გადაგდების პროცესში ვიქნები და ეს აუცილებლად მოხდება. მათ სჭირდებათ გაძლიერება ფინანსურად, იდეოლოგიურად, მათ სჭირდებათ გაძლიერება კულტურულად.